ჭირი გადაცემის უმაღლეს გზამდე და 5 წელი გადაცემით პროდიუსერი. დამრეცით. მეცნიერ. თანდათან ვახლოვდებით დიდ მარხვის დასაწყისს. ყოველ დღეს, ყოველ კვირას თავის მნიშვნელობა აქვს და აი რომ ვისაუბროთ ამ დღესასწაულებით იყო დიახ. კი. დავიწყოთ. კარგი. უშინდელი დღე კვირა განსაკუთრებული დღე არის დიდ მარხვის წინ ეს ბოლო კვირა ეტყობა ყველიერი და ეს მასწინ დღეს კვირდღის ესეთი სახელწოდება სამჯეროს გახსენება. სამჯერო იხსენება წმინდა წერილში როგორც დასასრული ამ ხილულ ქვეყნის. როცა გარდაუვალი და ამის რწმენა ძელი აღთმის მამებსაც ჰქონდა და თუნდაც ეს იგავი რომ სახარებაში მოყვანილი სადუქეველებმა კითხვა დაუშვეს მაცხოვარს რომ 7 ძმა იყო და უფროს მას ჰყავდა ცოლი და მერე თანდათან ძმები ამ სოფლიდან გადიოდნენ და ზიulis თანახმად რადგან ის უშვილო რჩებოდა მას მომდენო ძმა მოყოლე გიცოლად. ეს თათი გავია და სადღაც კითხავს რომ აი აღდგომისას რომ სამჯეროს შემდეგ ვის იქნება ეს ძალი. აქედან ჩანს რომ ძველი აღთმის მამებს ჰქონდათ მოლოდინი ქვეყნის აღსასრულის და საშინელ სამჯეროს. ქრისტიანობა ასევე ამას ვახსენებს, მაგრამ უკვე სხვა კონტექსტი არის მოცემული. დიდ მარხვის წინ ეკლესია ვახსენებს ამას და მოვემზადოთ დიდი მარხვისთვის. რადგან არავინ არ იცის ვინდოდის გავამ ქვეყნიდან და რაშიც გიპოვი უფალი ამბობს, იმაში განგსჯიო. ანუ როგორ გახვალ ამ ქვეყნიდან იმის მიხედვით კი განისჭები რა მდგომარეობაში სულიერი იქნება რა საქმეები იქნება შენ მიერ აღსრულებული ეს იცოდე რითი გასი პასუხი სამჯაროზე და ამ დღის საკითხავი სახარება სწორედ საზომს გვაძლევს შენ განსჯისა საშენ სამჯაროზე მაცხოვარი ამბობს რომ მიხილეთო მე შვილი და მაჭამეთო მიხილეთ მეუწყურო და მასვითო მიხილში შვილი და შემოსეთო და სნეულებაში ვიყავი და მომიკითხეთო პატიმრობაში ვიყავი და მოხედითო აი გიტოდო ერთსაც ამას გავუკეთე მე გამიკეთეთო ანუ მოწყალების საქმე ითხოვს პირველ რიგში უფალი ადამიანისგან და რა კავშირში ესაშენ სამჯაროსთან უფალი ვახსენს რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატებისამებრ არის შექმნილი და ყველა ადამიანში თითოეულმა მორწმუნემ უნდა პირველ რიგში პატივი მიაგოს ღვთის ხატებას ადამიანში და როგორც უფალს ისე მოუაროს და უფლისგან აქვს მოცემული ხატება და თითოეულ ადამიანში არის ღვთის ხატება და ამიტომ პატივს მიაგებ სხვას ამით შენ თავსაც პატივს მიაგებ და უფალსაც აი ეს არის საზომი რომელთაც ეკლესია ჩვენ გამზადებს მომდენო კვირისთვის და მაგრამ საბოლოო ჯამში
ჩვენი მომოცხოვრებისათვის, როცა გავთ ამ სოფლიდან. ეს გახსოვდეს ყველას. აი ეს დღე იყო და დროს ავიხსენებთ ეკლესიას ორი კალენდარი აქვს. მზის კალენდარი, უძრავი დღესასწაული და მოძრავი კალენდარი, თვარის კალენდარი. და პასუხთან დაკავშირებული დღესასწაულები, დღეები სწორედ თვარის კალენდრით არის დადგენილი და სხვა დღესასწაულები უძრავი მზის კალენდრით. და ხდება ყოველწელს სხვადასხვანაირად ხდება დამთხევა ამ კალენდრის ერთმანეთთან და ეს კვირა არა მარტო სამжоროს გახსენება იყო, არამედ ასევე მირხმა უფლისა. ანუ უფალი იესო ქრისტე ახალშობილი მე-40 დღეს დადად მიიყვანეს ჯულისთან თანახმად. და იქ მართალი სიმეონი, რომელიც ელოდა უფლის მოშორს ქვეყანაზე, ის განგებით იყო დატოვებული ამ დღისათვის, რომ მას ეხილა ქალწულთან შობილი მაცხოვარი. ეს ამთარეს კი არის ორი მიგება. ჩვილი ეს მოყავთ ადარში და უფალი მე ელოდება კაცობრიობას, რომელიც მოავა მასთან სამжаროზე. და უფალი მოიგება სოფელს, და ხა სოფელი უნდა მიეგებას უფალს სამжаროზე. აი ეს იყო შინაარსი ამ კვირა დღის. თქვენ სამწყობს თქვენს ბრევს რას უჩერდით? აი როგორ უნდა შეხვდეს თითოეული ადამიანი აი დიდი მარხვის დაწყებას? ნუ თვალი გადავლოთ გამიწევდაც. იყო გასასვლელის დღეები, იყო ტუხარების, იყო სიხარულის, ანუ ყველა სახის მოვლენები ყოველწლიურად ხდება და ვიღაცას შვილი უჩნდება, ვიღაცა ახლობელ ადამიანს აცილებს ამ ქვეყნიდან, თვითონ აქვს თავისი პრობლემი ოჯახური, სამსახურებრივი, არის პირადი კიდე განცები და ამიტომ ჩვენ ვამბობთ როგორც ახალწლის წინა ღამეს უნდა გაიხსენო როგორ გაიარეს წინწადი, ასევე დიდ მარხვის წინ ეკლესია მოსამზადებელ პირებს, იმიტომ გვასწის, რომ ემსგავსე შენ მის მეზოეს თუ ფარისევას, ემსგავსე უძღებ შვილს თუ არა მამასთან მოხვედი, დაბრუნდი და როგორ დაბრუნდი. ასე რომ აი ასე ეკლესია გვაუზადებს თითოეულ ადამიანს, რომ დავინახოთ მაგალითები. ზოგი იგავი სახით, ზოგი რეალურად მომხდარი ამბით, ჩვენ თავი დავინახოთ, ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი გავლილი გზა ერთი წლის წინ, ერთი წლის მანძილზე და რაც მიუღებელი არის უფლისათვის ჩვენგან. შევინანოთ, შენდობა ვითხოვოთ და პირიქით თუ ვინმე დავინახეთ კეთილი საქმეები, ჩვენს მიბაძოთ მას. ჩვენ ეკლესიას საოცარი კარგი ტრადიცია აქვს კვირას ერთმანეთს როცა ვეუბნებით შენდობასთან ერთად. კი, ნუ ეს მომდენო კვირა არის, ყველიერი კვირას აი ვიტყოთ ეს თანდათანობით, გარდა ამ სრული მონიჭების ჩვენთვის გადმოცემის გავწერეს, რომ თავარი საჭმელ სასმელი არ არის. შეიძლება იყოს თელი კვირა ხსნილი, შეიძლება ისე ოცნებდა პარასკევი და მარხვა იყოს, შეიძლება გადამეტყოს ხორცი იყოს დაშვებული,
ну გადამეტებთ ადამიანზე დამოკიდებული გადამეტეს თუ არა მაგრამ ყოველდღიურად შესადა იმოსაც პარასქიოსაც შეიძლება ამით აჩვენებს რომ მთავარი არ საჭმელია და არ გარკვეულწილად წესები პირიქით გეუბნება რომ საჭმელი არ აცხონებს ადამიანს ეს ჭირდება ფიზიკური მისი ჯანმრთელობისთვის რომ იღვაწოს ქვეყანაზე მაგრამ რომ ეს ფარდობითია და ამის გაფეტიშება არ უნდა ხდებოდეს კი რასაც ვაკეთებთ უფლისათვის ვაკეთებთ და უფლის წინაშე ვაკეთებთ ამიტომაც ეკლესია ვახშენს აი ეხლა იყო ხორციელი კვირა ეხლა იქნება ყველიერი ისინი კიდე იყო როგორც თქვით მეზრე ფარისელი უძებიშვილის ანუ როდესაც ის ყველაფერს უფლებს გადლებს არ კარნახოს რომ ხორცი მაგრამ რატო აი ხორციელი კვირა რომ თავდება მე ეხლა თავი შეიკავეთ ხორცისგან და თქვათ დისნატარა მე დისნატარისგან თავი შეიკავეთ ესე თანმიმდევრულად გამზადებს ეკლესია და ეს კვირას ესე გაივლის და შემდეგ უკვე იწყება დიდი მარხვის ტიპიკონით ცხოვრება და პირველ კვირას იკითხება გავახსენებ მაყურებელს და მსმენელს ანდეკლევის სინანულის კანონი ორ დღის განმავლობაში სადაც საღვთო ისტორიის მაგალითებზე ჩვენ გავახსენებთ რომ რა არის ღვთისმეტყველების სათნო და რა არის ღვთისმეტყველში ჩადენილი ადამიანის მიერ ცოდვები რა არის მიგება იმ გველმოქმედებისათვის სწავლობის საქმეების და რა არის მიგება იმ ცოდვების აი მაგალითებზე რომელიც წმინდა წერილში საღვთო ისტორიაში ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის არის მოცემული ესეც არის ვიტყვით მაშინ კაცობრიის ისტორიაც არის გადმოცემული ანუ ეკლესია ზუნავს იმის რომ ფართო თვალსაჩინო კონდეს ადამიანს და მარტო ვიტო მარტო დღევანდელი დღის არ საზღვავდეს თავის ცხოვრებას ეს არის რაც ეს ანდრიას კრეტელის როლში თქვენთან ბაგრატ ტაძარზე წაიკითხება ხო? კი არა ყველა ტაძარში თქვენ მსახურობთ ზომაღურებელმა წესებს ხო ნუ ბაგრატზე კი ნუ ჩვენ გაქვს ტრადიციები რომ პირველ ორი დღე უშავ სამშაბათს მე ბაგრატზე ვარ მაგრამ მე გიოთ მონასტერში ავდივარ და 4 და 5 შაბათს იქ ვარ რაგან გელაჩერხეთ მინდა ერთი კითხოთ იქ მსახურებების ჩატარება შესაძლებელია დახურება არა დიტატორში შეუძლებელი არის ნუ და მინდა გიოს ტაძარში კი შესაძლებელია ამის დამთავრებას მე ვფიქრ გელაჩერხეთ ხო ეს მათ უნდა გითხოთ და ჯერჯერობით ეს ფართო საზოგადოებაში არ არის ცნობილი და მეც ამიტომ არ ვერევი საქმე მათ თავის გეგმები აქვს და თუ საჭირო ჩათვლიან რომ მოსახლეობას გაგებინონ ეს ალბათ იტყვიან კონკრეტულ ვადებს ან მეთოდებს აქვთ მათ თავისი გვერდი და იდება ინფორმაცია მაგრამ ნუ ეს ზოგადი ხასიათი არის და აი ამ ეტაპებზე ნაკლებად ინფორმაცია გვაქვს ჩვენ. ამ სამუშაოებს ვინასრულებს, მე? ბატონო? გელაჩის სამუშაოებს ვინასრულებს? რა, ნატოსაოთ ქართველი სპეციალისტები, ნატოს უცხოელები. ხო, ესე კიდევ ასეთი დეტალური ინფორმაცია მე არ გამაჩნია. აი კიდევ ერთ საკითხს შევეხო, სოციალური ქსელში ვნახე, ამაზე საუბარი და თქვენ როგორც ეპარქიის მმართველი, თქვენ კონკრეტულ პასუხს გავცემთ და ვისაც აინტერესებს თქვენგან მოისმენს, რომ აი ქუთაისის ერთ-ერთ უბანში
აუდის ფაბრიკასთან იყო ციხე, ქუთაისის ციხე. და ის დიდი ხანია შეჩერებულია ეგ ამ ფუნქციონერებს და დაიდო რომ ის გაიყიდა და ახალი იქ რაღაც საცხოვრებელი შენობები დააშენდეს. და ვიცით კიდე რომ იქ იყო ადრე პატარა ერთი ოთახი სამლოცველოებით. ხო და აი როგორ ხდება მასთან დაკავშირებით და რა არის? ეს საშინოს ან პირიქით დაშლას თავისი საფუძველი. არის რაც უნდა განმარტოება და მონასტრის პირობების ცხოვრება. და განმარტოებით გადის, მაგრამ მისი ლოცვით და მისი სასწაულთან დაკურნებით ხალხი მის გარშემო გროვდება და მე უფრო დიდი დადარჩენდება. არის პირიქით რომ ხალხში ვრცელდება ურწმუნოება, რა გზით ძალადობით ბოლშევიკები აკეთებდნენ, აშინებდნენ, გადაასახლებდნენ ხოლმე და ეშინოდათ დადარში მოშვეს და მაშინ ახლის შენებას არ ქონდა რაც იყო ისიც კი არ იფსებოდა ხალხისგან. რაც ეხება ციხეში კი სანამ პატიმრები არიან მართებულია რომ იყოს იქ, მაგრამ როცა უკვე დაცლილია და ეს შენობა სიძველის გამო იშლება და ნანგრევებს იქცევა, იქ რასაკვირ ნანგრევებში რომელსაც პერსპექტივა არ აქვს. რომ იქ ეს მისია საეკლესიო იყოს, მაშინ ხდება გადატანა ამ სხვა სივრცეში და ამის სანაცვლოდ აშენდება ახალი სადაც ისე ნებისმიერ ადამიანი იქ ახლო მცხოვრები კი იმ ტერიტორიაზე ხალხია ახლო მცხოვრები და იქ შეიძლება თავის სულიერ მოთხოვნებს ასრულებას. რაც თქვათ ის პატარა ოთახი, რასაც წარმოადგენდა სალოცავი, ახალი ტაძარი ალბათ ბევრად იმაზე დიდი იქნება, ხო? ნუ ალბათ სამჯერ ცხადი ის თავის დროზე მეფის დროს იყო ალბათ რუსეთი მოთახში იყო თუ არა, მაგრამ იქნებოდა აუცილებლად სამლოცველო და ბოლშევიკებმა გააუქმეს და როდესაც თქვათ დაიწყო აღორძინება ეკლესიის ცხოვრების საქართველოში ბუნებრივია იყო შემოთხოვნილება რომ ციხეში ყოფილიყო და ის ერთი ოთახი გამოიყო ის იყო საკურთხეველი გაკეთდა და მოძღვარი იყო მიმაგრებული იქ მიდიოდა და ტირვალთას ასრულებდა პატიმრებისთვის სადაც მათ შეიძლებოდა მონათლობის მონათლა ხდებოდა ისე ზიარებოდა ახშერების თქმა უნდა და ესე ბუნებრივია რომ ეს დენი უთმეს დამსახურება მისი მოთხოვნით ოხდა თავრობის მიერ აღდგენა მაცხოვრე ამბობს რომ თუ ციხეში ვიყავი და იქ მომხედეცო და ეს მაგალითია რომ იქ პატრიარქი ეუბნებოდა თავრობას რომ ესენი ჩვენი ძმები არიან, ჩვენი სიდა ხორცი არიან და კი ჩაიდე დანაშაულდა ის, მაგრამ არ უნდა დაუყარგოთ მას ჩვენი მხრიდან ყურადღებას უნდა მისთვის. რომ შეიძლება ის ნანობს თავის აქციას, განიცდის თავის ოჯახის მდგომარეობას და ამ შემთხვევაში მას ნუგეშიც შეწევნა შენდობა ცუდოთა და მომავალი ცხოვრებისაც მომზადებას ეს გამოციხიდან. ეს მრავალფუნქციური დანიშნულება აქვს, მაგრამ როცა იქ აღარ არის და გარშემო ყოფილი ნანგრევად იქცევა, ის ფუნქციას კარგავს იქ. ამიტომ ამ შემთხვევაში თუ ახლო არის დასახლება, უნდა აშენდეს საცხოვრებელი სახლები, შეიძლება იქ ახლო ტერიტორიაზე გადავიდეს ის და მაგრამ კონკრეტულად მაშინ ვიტყვი ეს ჩაწერა კი მოხდა დღეს ეთერში თქვი ამ არხის საშუალებით და ვიმეორებ რომ
ცოტა ისე საკითხი მე მithხოვე შეხვედრა უდიდესთან დაახლოებით 4 წლის წინ იყო და მოახსენე რომ ის ვინც ამ ადგილზე აპირებს არშენებას რაც ადამიანს რომ ის თანახმა აქვს რომ არშენოს იმ ტერიტორიაზე ტატარი მხედი იმაზე უფრო დიდი და რაც არის თავის ახშებითო თუ ესეთი პირობა შესაძლებელია იქვე იყოს ახლოს უბრალოდ ის წმინდები რომელიც ტადარში არის რადგან ეხა უკან ნაგრად იქცევა იმის დატოვება შეიძლებოდა და მე პატერსთან საუბრის შემდეგ მოდრებს უთხარი რომ გამოიტანოთ იქიდან ეს წმინდები ხა წმინდათა ნაწილები და წმინდა ტრაპეზია თვითონ ტრაპეზში ზოგი ტრაპეზი დაბრანებული ეს ოდიქსო ამბობს გულისხმობ და სახარება წმინდა ვარდი ფეშხუმი ეს თავის დროზე იყო გატანილი უკვე იქიდან არ ფუნქციონირებდა და იქ არავინ აღარ იყო და პირიქით საოცრება იყო რომ გარშემო ჩამოშლილი იყო ეს სენაკები კედლები რომ სახურავი ტიმის ყავს აპარებდა და ეს სამლოცველო ბოლომდე იდგა აი ისე კარტინა ჩასულდა და არაფერი ნუ იქ მხატვრობა იყო რაღაც ესე იგი არაპროფესიონალის და ხატვა შეიძლება პატიმრის რომელიმეს და შესრულებული რომ ის რაც იქნება იქ წინა ტრაპეზის შემადგენელი ქვები იქნება თუ ბათქაში უმეტესად ხატვრობა ეს ყველაფერი იმ ტაძრის ადრეკლებში ჩასვენდება ასე სანაგვაზე ეს არ გადაიხადა ეს კი თქვენ ალბათ იქ არის მასშტაბებით მოსახლეობაც გახარებული იქნება ხო ამ სლოვით რომ ისე აშენდება და შეიძლება იქ არის ახლოს წმინდა ნიკოლოზ ტაძარი არის კიდე ეს საკუთარ მაგრამ ეს უშუალოდ იმ ადგილზე საცხოვრებ სახლები კორპუსები აშენდებოდა იმათთვის იქნება ვით ახალი მოსახლეობა იქნება ის იქ კიდრი არის თავის მრევლია რომ რაღაც ტაძრის ახლო მახლო და ხო შეიძლება ხანდახან იქაც შემოვიდეს მაგრამ თავარია ახალი მოსახლეობა გაჩნდება იქ ერთ-ერთი ბინაჩენებლობა აქტიურად მიდის არა მარტო ქუთაისში თბილისში და სხვა ქალაქებში მე ვთქვი ეს ამ ტაძრის მშენებლობა თქვენი შეთავაზება იყო თუ იმათ რა შემოგთავაზეს ვინც აშენებს პასუხი იყო კითხვაზე რომელიც დასვა ფლობელმა და ამშენებელმა რომ ვერ შევეხებითო ჩვენო თქვენი ნებართვის გარეშე და მე ვთხარი მე ჩემი არ გადავწყვეტ მე უწევს შევეკითხები როგორ ვაკუთრებ და მე ჩემხედა მზათავარო რომ ამისანაცოტო იქვე ამ ეზოში ავაშენო ახალი ტაძარია მე უწევს მოხსენე ესა კარგია კარგი ადამიანია ისე თუკი მას ესმის პასუხისმგებლობაა და თუ ის აშენებსო მაშინ შეგვიძლია მაგრამ ეს მისი ეთილნება და იმიტომ რომ შენობა მაინც უკვე ნანგრევად იყო ქცეული და ერთადერთი მე ვახშენე ეს ათავს რომელიც იყო გამოყოფილი სამლოცველოსათვის ის იყო იდგა უნებელად მაგრამ შემსლელი აღარავინ არ იყო იქ ვერ შეხვიდოდ ის ჩამოშლილი კედლები იყო გარშემო და სახურავით დიდი მადლობა მეუფე ამ ინფორმაციისათვის და ბოლოს მეუფე ჩვენი გადაცემას დასასრულს ვახლოვდება და თქვენ მეუფე აი შენდობის დღე ქვია ხო წუხრი ჩატარდება თქვენ ამას მაგრადის ტაძარზე ჩაატარებთ ხო? ნუ ტრადიციულად არის ხო და რომელსაც დაიწყეს ეს არის საკათედრო ტაძარი და ყველა ეპარქიაში
საგანძო ტაძარი ერთ-ერთი ცენტრი არის, სადაც მთელ ეპარქიას ასე ვთქვათ, მაგალითს უნდა აძლევდეს სახურებაში. მღვდელმთავარი ვალდებულია, რომ ტაძარში შეხვდეს ეს მრევლს და შენდობის ლოცვა და წესი ასრულდეს. მოდით მღვდელმთავარი შენდობას თხოვს, იმიტომ რომ არის უნებლიეთ ხოლმე შესწორება. დროზე ყურადღება ვერ მიაქცია ადამიანს, ვერ შეუსრულა მისი თხოვნა, სხვა რამეზე და ესეთ შემთხვევაში მაგალითად ერთმანეთისგან ვითხოვთ შენდობა ყველა. აი ესეთი შერიგებულები შეუდგეთ, იმიტომ სახარებაში არის მასხოს, როცა მიდიხარო ტაძარში დღენი უნდა შესწირო, გავახსენდა რომ ვიღაცა ძმა შენზე არის უკმაყოფილო და გულნათკენი, tad შეურიგდი იმას, შენდობას თხოვე და მე მიდი შეწირეო, რომ უფალს რომელიც ყველაფერი შექმნა, ჩვენგან შესაწირი კი არ უნდა და დასასრული. არა, არამედ გულით, სინანულით მოქცევა უფლისკენ და საერთოდ მოყვასის მიმართად ამ სიყვარულის გამოვლენა. ჩვენი ერთობა უნდა უფალს, ჩვენი ერთმანეთის ღირსების, აი როგორც აღარ ვახსენებ, ღვთის ხატების იმართვატისიმო, რომ რაც რომ ჩვენ გავუკეთეთ სხვა ადამიანს, მე გამიკეთოთო. რადგან ღვთის ხატებაც თუ ადამიანშია. ამიტომ მორიდებულად უნდა ვექცეულეთ ერთმანეთს. უსხლდებოდა და ვახსოვდეს, რომ შვილები ვართ. კი, შვილები და უფალი მასში არის. მასთანაც არის უფალი. კი, ადამიანის ცოდები აქვს, მაგრამ ღვთის ხატება არ გაშლემაში. ბოლო წუთამდე როგორც უძღებიშვილის არ იყოს, არის შანსი ის, რომ მიბრუნდეს და როგორც მამას თხოვოს. შემიდე და მაპატი. მეუფე, მადლობა რომ მობრძანდით და მადლობა რომ აი ქუთაისისთვის, იმერეთის ეპარქიისთვის, ქუთაისის ეპარქიისთვის ამდენი რამე გააკეთეთ მეუფე. ვისაც თვალი აქვს, ხედავს, ვისაც ყური აქვს, ესმის და რომ რამდენი რამე შეკეთა, რამდენი გაკეთდა მეუფე და თუ გინდ ის ფაქტიც რომ ბაგრატის ტაძრის ირგვლივ წვიმის დროს ვერც გაივლით წესიერად ტალახი იყო იქ და ქვაფენილი დაეგო მეუფე და მადლობა ამისთვის რომ ადამიანი გაივლის ხო თანადგომარც არის გამოში ერთობაც არის ანუ ჩვენ მარტო ვერ შევლებთ მაგრამ იქ იყო თანადგომა მუნიციპალიტეტიდან მერის მხრიდან იყო თანადგომა და ჩვენი მზაობა ყოველთვის გავამშვენოთ რომ ნათქვამია ტელევიზიაში რომ უფალი სუპერ შვენიერება შეიმოსა ღვთის სახზე ჩვენი სიწმინდეო და შვენიერება ახლა ის ტალახი შეიძლება იყოს მაგრამ თუ ამ ტალახში გავლი ადამიანში უნდა შევიდეს ტაძარში ეს ნიშნავს რომ ის ამ ტალახი უნდა შეიტანოს იქ მაგრამ ის მოდის შულიგანით მინდოს და ამას ფიზიკურ ტალახი უნდა შეიტანოს არა ეს უპატივცემლად ადრესი მოსწე და ხო ნუ ვინ რამდენი გააკეთა ამას უფალი განსის და რა რამდენი ღირებულიაც მან გააკეთა так საჯული ხალხია და უფალი კეთილი ადამიანი თქვენ მეუფება ყოველთვის ადამიანში სიკეთეს უყურებს და ბოროტი ადამიანი ყოველთვის კრიტიკით და ბროდულად უდგება და ღმერთმა დიდხან გაცოცხლოთ თქვენ მეუფე დღესაც თუ გინდ უძურებას შეყავით ვიცით და მაინც მობრძანდით ჩვენ გადაცემაში და ღმერთმა გაგაძლიერო რომ დაგლოცოთ მეუფე და დიდხან იცოცხლეთ კიდევ სიკეთის და კარგი საქმეების კეთებისთვის მადლობა მობრძანებისთვის თქვენ მეუფება გემშვიდობებით პატუციონდა რომ მაყურებლობო მომავალ შეხვედრამდე